მოგესალმებით დღეს ბიზნეს პოდკასტის სტუმარია ლევან სანიკიძე და ჩვენი სასაუბრო თემა შეეხება სახელმწიფოს როლს ბიზნესის განვითარების პროცესში, როგორი უნდა იყოს სახელმწიფოსა და ბიზნესის ურთიერთობა, რა მნიშვნელობა აქვს სტაბილურ საკანონმდებლო გარემოს და საერთოდ რა პრინციპებზე უნდა აშენდეს ძლიერი კონკურენტუნარიანი ეკონომიკა. ლევან, გამარჯობა, მიხარია რომ ამ ფორმატში შედგება ჩვენი საუბარი, როგორ ხარ? კარგად, დიდი მადლობა მოწვევისთვის და ნამდვილად გამორჩეულ საქმეს შეეჭიდე გიორგი და ძალიან გამეხარდა რომ მეც ვიქნები შენი პოდკასტის ერთ-ერთი სტუმარი და ნამდვილად მიხარია რომ მათ შორის ამ თემაზე ვისაუბრებ ისეთ კომპეტენტურ ადამიანთან ზოგადად აი ამ საკითხებთან მიმართებაში როგორც შენ ხარ. Ურმესი მადლობა. ლევან, მოდი დავიწყოთ ზოგადი საკითხებით და შემდეგ უფრო დავავიწროთ თემა. ეკონომიკური განვითარების თანამედროვე მიდგომებში სულ უფრო ხშირად არის მოსაზრება, რომ სახელმწიფოსა და ბიზნესის ურთიერთობა არ უნდა განიხილებოდეს მხოლოდ კლასიკურ ფორმატში, სადაც სახელმწიფო არის რეგულატორი და ბიზნესი გადასახადის გადამხდელი. და ეფექტიანი სისტემის პირობებში ეს ურთიერთობა არის უფრო კომპლექსური და უფრო მეტ პარტნიორულ ხასიათს ატარებს. შენი შეფასებით როგორ უნდა ჩამოყალიბდეს სახელმწიფოსა და ბიზნეს შორის ეს ჯანსაღი ურთიერთობა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ სახელმწიფო ერთის მხრივ ქმნის სტაბილურ ინსტიტუციურ გარემოს, ინფრასტრუქტურას, წესებს და ბიზნესი წარმოშობს კაპიტალს, ინოვაციას და სამუშაო ადგილებს. თუმცა ჩვენ ვხედავთ რომ ეს პროცესი მარტივად არ მიიღწევა. როგორია შენი შეფასება, რა არის მთავარი იმისთვის რომ ეს პროცესი იყოს ჯანსაღი? პირველ რიგში აქაც მე მგონი მნიშვნელოვანი არის სახელმწიფოს ნება და ხელისუფალის ნება უფრო სწორად. იმიტომ რომ ჩვენ მაინც ვცხოვრობთ პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც სახელმწიფოს ჰქონდა ტოტალური კონტროლი, როგორც ყველა ინსტიტუციაზე, სადაც არ არსებობდა დამოუკიდებელი შტოები, ერთი ხელისუფლების და ერთი ცენტრის ნაწილი იყო. ამავე დროს ეკონომიკური თვალსაზრისით ახლა როდესაც საბჭოთა და კომუნისტური იდეოლოგიიდან ხდება გარდაქმნა, მნიშვნელოვანია იმის აღქმაც, რომ ზოგადად სახელმწიფოში ძალიან ბევრი მოქალაქე წლების განმავლობაში მაინც ისე აზროვნებს, როგორც საბჭოთა ეკონომიკის დროს შეიძლება ეაზროვნა, რომ სახელმწიფოს ბევრად უფრო მეტი ვალდებულებები აქვს, ვიდრე ნორმალურ დასავლურ სახელმწიფოს შეიძლება ჰქონდეს. თუმცა ესეც არ არის, იმიტომ რომ არ შეიძლება პრიმიტიული მიდგომებით ვისარგებლოთ. არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ სახელმწიფოსთვის რაიმე მოთხოვნა ან მოქალაქის მხრიდან სხვა მათ შორის ეკონომიკური მოთხოვნის დაყენებაც ბევრისთვის არის, რომ საბჭოთა მიდგომა, ისევე როგორც ამის საპირისპირო აზრიც, რომ მოქალაქემ არაფერი არ უნდა მოთხოვოს და ეს არ არის დასავლური და ესე წინააღმდეგება მათ შორის იმ ევროპულ ეკონომიკურ სისტემებს, რომლებიც არსებობს, ეს პრიმიტიული მიდგომაა, იმიტომ რომ ანუ ბალანსი სადღაც შუაშია, სადაც შენ სწორად აღნიშნე, რომ სახელმწიფო არ არის მხოლოდ რეგულატორი, ისევე როგორც სახელმწიფო არ არის მთავარი მოთამაშე. მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა ჩვენარ სახელმწიფოებში ეკონომიკური თვალსაზრისით, აი მე მაშინ ვიტყვი, რომ საქართველოს ბევრად უფრო წინ არის, როდესაც სახელმწიფო აღარ იქნება მთავარი შემკვეთი და მთავარი ეკონომიკური მოთამაშე. ახლა საქართველოში თუ კი რამე ამოძრავებს ეკონომიკას, მაინც არის ბიუჯეტი, სახელმწიფო ბიუჯეტი, ანუ ამის გარეშე მეგაკორპორაციები იქნება თუ მსხვილი საწარმოები იქნება, არ არის ჩვენთან იმ მასშტაბით ფესვგადგმული, რომ შევძლოთ თქვა, რომ რაღაცა საქართველოში საბაზრო ეკონომიკის ბუმია. ამავე დროს ჩვენთან განსაკუთრებით 90-იანი წლების დასაწყისში რაღაც ტრაუმული მეხსიერება აქვს ბევრს ველური კაპიტალიზაციის და ვესტერნიზაციის საკითხთან მიმართებაში, სადაც პრივატიზაცია მოხდა ძალიან უხეში და უშნო ფორმებით, რომელმაც ძალიან გაუტეხა ბევრის თვალში საბაზრო ეკონომიკას სახელი. და ჩვენ ფაქტობრივად 2003-4 წლამდე, როდესაც ქვეყანა კორუფციაში იყო ჩამხშვალი, ძალიან რთულია რომ იმ ეკონომიკურ მოდელს უწოდოთ რაიმე ფორმით კაპიტალისტური მოდელი, ხა არც საბჭოთა მოდელი არ იყო, მაგრამ ნუ გაუგონარი რაღაც რეიდერული მოდელი იყო 90-იანი წლების და 2000-იანი წლების დასაწყისში. მაგრამ ამ ვითარებაში მე რასაც ვხედავ და ჩემი მოსაზრება რაც არის ის რომ სახელმწიფომ უნდა შექმნას ის საბაზისო მინიმუმები, როგორც შენ აღნიშნე, პირველ რიგში ეს არის პოლიტიკურ სამართლებრივი
სტაბილურობის თვალსაზრისით და ბევრი ამას არ ამბობს ხოლმე, ავიწყდება პოლიტიკური სტაბილურობის ფასი რა არის ეკონომიკის განვითარებაში, ანუ მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივი სტაბილურობა, რაც გულისხმობს საკანონმდებლო ბაზის წინასწარ განჭვრეტადობას, არ შეიძლება ყოველ სამწუხაროდ ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანას ჭირდა ეს, რომ საკანონმდებლო ბაზები ძალიან სწრაფად იცვლებოდა და ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს ასევე ის საკითხიც, რომ ჩვენ არ სახელმწიფოს განსაკუთრებით ჭირდება პირდაპირ უცხოური ინვესტიციები. და პირდაპირ უცხოური ინვესტიციები არ შემოდის იმ ოდენობით ისეთ სახელმწიფოებში, სადაც საკანონმდებლო ბაზები არის მოუწესრიგებელი, სადაც ბიზნესის წარმოება, რეგისტრაცია არის რთული. ამავე დროს, სადაც არის პოლიტიკური კორუფციის მნიშვნელოვანი ნიშნები, კი გვინახავს ახლა ბევრი ავტორიტარული სახელმწიფოა, სადაც პოლიტიკური კორუფცია წყვავის, მაგრამ ბევრად უფრო რთულია ასეთ ქვეყნებში ჩვენ ვერ ვნახავთ ისეთი მსხვილი მასშტაბის ინვესტიციებს, როგორც დასავლურ სახელმწიფოებშია, ხო? და ამავე დროს პოლიტიკურ სტაბილურობასაც შეეხება. ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევა ნებისმიერ იმ ადამიანთან საუბრის დროს, რომელიც მსხვილ ინვესტიციებზე საუბრობს, პოლიტიკური სტაბილურობა არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, იმიტომ რომ ქვეყანას, რომლის 20%-იც, უფრო სწორად 23% არის ოკუპირებული, რომელიც არის მუდმივი საფრთხის წინაშე, რომ ეს კონფლიქტი რუსეთის ფედერაციასთან განახლდეს, სადაც არ არის პოლიტიკური სტაბილურობა, სადაც დემოკრატიის ხარისხით საქართველოს არ არის მოწინავე სახელმწიფო მსუბუქად რო ვთქვათ, ასეთ სახელმწიფოში მსხვილი ინვესტიციის შემოდინება მით უმეტეს დასავლურის არის საკმაოდ რთული. ლევან, აი შენ ინვესტიციები ახსენე და როდესაც საუბარი არის ხოლმე ინვესტიციებზე, დისკუსია ხშირად მიდის აი ამ საგადასაღადო შეღავათებზე, იაფ მუშახელზე და მაგრამ რეალურად ინვესტორი მხოლოდ დღევანდელ მოგებას არ აფასებს. აი ეგ არის რომ ის უყურებს გარემოს 5, 10 და 20 წლის შემდეგ. და აქ მნიშვნელობა აქვს ამას, რომ როგორ უნდა შეიქმნას ქვეყანაში ისეთი სტაბილური გარემო გრძელვადიან პერსპექტივაში, რომ ასეთი ინვესტიციები იყოს მიმზიდველი. და ჩვენ უახლოეს სიწლების განმავლობაში კარგად დავინახეთ, რომ ინვესტიციები მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის და როდესაც ამის შეფერხება არის, მყისიარად ეტყობა ხოლმე ეს ქვეყანას. აი შენ ფაქტობრივად შენი ხედვით რა შეიძლება გაკეთდეს, ეხლა ჩვენ მთელ მონახას ბუნებრივად ვერ გავაკეთებთ, მაგრამ აი ძირითადი რომ მსგავსი ინვესტიციები გრძელვადიან პერსპექტივაში დაიგეგმოს ქვეყანაში. აქ რამდენიმე საკითხია შენ აღნიშნე მუშახელი, ცოდნა, განათლება, საინვესტიციო გარემო, როგორც გეოგრაფიული, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით ბევრი ასპექტია გასათვალისწინებელი. ჩვენი მხრიდან ან სახელმწიფოს მხრიდან ამ შემთხვევაში სახელმწიფო ძალიან დიდი როლი აქვს სათამაშო. რა თქმა უნდა, ბიზნესებიც ასრულებენ რაღაც როლს, რომლებიც არიან საქართველოში წარმატებული მსხვილი და საშუალო ბიზნესები, რომლებიც ახერხებენ უცხოური პარტნიორების დარწმუნებას, რომ თანაინვესტირება მოხდეს კონკრეტულ პროექტებში, მაგრამ სახელმწიფოს უფრო მეტი როლი აქვს ამ შემთხვევაში სათამაშო, იმიტომ რომ ჩვენ როგორც აღვნიშნეთ, ეს პირველი ეტაპი თუ არ დასრულდა, როდესაც სოფლიო მასშტაბით კიდევ ერთხელ საქართველოს იქნება წარმოჩენილი როგორც რეფორმატორული სახელმწიფო, როგორც მანამდე იყო, როგორც რეფორმატორული სახელმწიფო, სადაც პირველი საგადასახადო შეღავათები არსებობს, თავისუფალი ეკონომიკური და სავაჭრო ზონების შექმნის შესაძლებლობა არსებობს. ამავე დროს ჩვენი მნიშვნელოვანი გამოწვევა რაც არის ის, რომ სხვადასხვა განსაკუთრებით მაღალ ტექნოლოგიურ ბიზნესებთან დაკავშირებით ჩვენთან არ არის იმ რაოდენობით კვალიფიციური კადრი, რომელიც შეიძლება დასაქმდეს მათ შორის. აი ამ თვალსაზრისით სახელმწიფოს მეტი წახალისება აქვს გასაკეთებელი, იმისთვის კი არა რომ მუდმივად ეს პატერნალისტური მიდგომა ქონდეს, უბრალოდ ბიძგი მისცეს. ამავე დროს ქვეყანაში ისევ დაუბრუნდა პოლიტიკური სტაბილურობა უნდა იყოს, მნიშვნელოვანი საერთაშორისო ხელშეკრულებები უნდა იყოს გაფორმებული, ანუ ხელისუფლება, რომელიც დაპირისპირებაშია მაგალითად ევროკავშირთან და ევროპული ბაზარი მის მიმართ ანტაგონისტურად არის განწყობილი. ეს უკვე არ არის კარგი. ანუ მაგალითად ახლა იდეალურ სცენარში დღეს რომ ხელისუფლებაში იყოს უფრო მოდერნისტული და თავისუფალი ძალა, საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ მათ შორის თუ კი მიიყვანს იმ ძველ მოლაპარაკებას და ამერიკის შეერთებულ შტატებთან გააფორმებს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, საქართველოს შეიძლება აღმოჩნდეს იმ უიშვიათეს გამონაკლისებს შორის, სახელმწიფოთა შორის, რომლებსაც ერთდროულად აქვს ევროკავშირთან, ჩინეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. ეს არის ძალიან სერიოზული ამბავი. ამავე დროს სასამართლო რეფორმა, რომელიც არის მნიშვნელოვნად გასატარებელი.
თუმცა ამ სასამართლო რეფორმის გატარებამდე ასევე შესაძლებელია მოდი გავყვეთ აი შენ ახლა ახსენე გადასახადები და გადასახადები ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური საკითხია ეკონომიკაში, იმიტომ რომ სწორედ ისინი განსაზღვრავს სახელმწიფოს შესაძლებლობას დააფინანსოს ისეთი საზოგადოებრივი სიკეთეები, როგორც არის განათლება, ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოება, მართლმსაჯულება, აი რა უნდა მოხდეს, როგორი საგადასახადო სისტემა უნდა იყოს შენი აზრით ქვეყანაში, რომ ერთის მხრივ წაახალისოს ეკონომიკურისა და მეორე მხრივ სახელმწიფოს მისცეს საკმარისი რესურსი აი ამ საკუთარი ძირითადი ფუნქციების შესასრულებლად. მე მაინც გონია რომ პირველ ეტაპზე წვრილ ბიზნესთან მიმართებაში DGG-სთან დაკავშირებით და ასევე სხვადასხვა ჩვენ ამ თვალსაზრისით საკმაოდ მოქნილი საგადასახადო სისტემა გვაქვს, უბრალოდ ის საგადასახადო შეღავათები, რომელიც მაგალითად ბრუნვასთან 200.000-იან ბრუნვასთან ან 300.000-იან წლიურ ბრუნვასთან დაკავშირებით შეიძლება წვრილ და უკვე საშუალოსკენ დაძრულ ბიზნესს გაუკეთდეს, მგონია რომ აუცილებელია. შორის აი DGG-ის ნაწილი გადასახედია, იმიტომ რომ თუ 100.000 ლარიანი ზღვარი იყო 15 და 20 წლის წინ, დღეს ეს ზღვარი უკვე ძალიან მარტივად მიღწევა და შესაბამისად ეგ გასაზრდელია. ერთი არის ეს DGG-სთან მიმართებაში ზღვარი, მე რასაც გავაკეთებდი სიამოვნებით, მეორე ეს არის პირველ ეტაპზე შეღავათი მექნებოდა აქციისთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მგონია რომ განსაკუთრებით ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებით საქართველოში აქციზი ძალიან მაღალია. ან შეუსაბამოა იმ ეკონომიკურ მდგომარეობასთან, რომელიც აქვს მოსახლეობას და ბიზნესს. და ანუ ამ წუთას და უახლოეს წლების განმავლობაში მნიშვნელოვანია რომ ბიზნესიდან და იმიტომ რომ ეს ხო ის ადამიანები არიან, ვინც ქმნიან დოვლათს, რომელიც გადადის მერე უკვე სახელმწიფო ბიუჯეტში და ის იხარჯება და ნაწილობრივ უბრუნდებათ მათ, ხო? ამ ადამიანების ხელშეწყობა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენთან სხვადასხვა ეს ძალიან არასწორად ჩაჯდა დოგმატურად, რომ აი ბიუჯეტის ზრდა რა თქმა უნდა, ხა როგორც ინდიკატორი გასაგებია, რომ ხა ცუდად არ ჟღერს, მაგრამ ეს ბიუჯეტი რაში იხარჯება, როგორი იხარჯება და აქვს თუ არა სახელმწიფოს 10, 15, 25 წლიანი ხედვა განვითარების, ეს უფრო მნიშვნელოვანი საკითხი არის, რომ რას ხმარდება, ხო არ ჯობია რომ წელს მაგალითად შემოსავლების ნაწილში 500 მილიონით ნაკლები შემოვიდეს აქციზიდან, მაგრამ დარჩეს წვრილ და საშუალო ბიზნესში ეს ფული, ვიდრე შემოვიდეს და მაგალითად მოხმარდეს რაღაც ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ ამ წუთას აი ამ ბალანსის გააჩნია ამ ინფრასტრუქტურულ პროექტსაც. არც ერთი ჩემი შეფასებით წარმატებული ქვეყანა არ განვითარებულა ძლიერი და თანამედროვე ინფრასტრუქტურის გარეშე და ეხა გზები, რკინიგზა, პორტები, აეროპორტები, ენერგეტიკული სისტემა, ციფრული ინფრასტრუქტურა, ეს მხოლოდ სამშენებლო პროექტები არ არის. ეს არის ის ფუნდამენტი, რაზეც ყალიბდება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები. და ინფრასტრუქტურა ასევე განსაზღვრავს რეგიონის განვითარებას, ლოჯისტიკურ შესაძლებლობებს და ქვეყნის ადგილს საერთაშორისო სავაჭრო გზებზე და მსოფლიოს არაერთმა სახელმწიფომ საკუთარი ეკონომიკური გარდაქმნა ფაქტობრივად სხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების ინვესტირებით დაიწყო. აი შენი შეფასებით დღეს საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობისა და ეკონომიკური პოტენციალის გათვალისწინებით, რომელი ინფრასტრუქტურული პროექტი შეიძლება გახდეს საქართველოს სტრატეგიული პრიორიტეტი? მე რა თქმა უნდა ძალიან მე მგონია რომ უკვე ძალიან მარტივია ამაზე პასუხი, ეს არის ანაკლის პორტი, რომელიც საქართველოს ჭირდება ჰაერივით. ეს არის პორტი, რომელიც ჩვენ სახელმწიფოს ჭირდება როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ისე ჭირდება სტრატეგიული თვალსაზრისით და სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისითაც, ასევე რეინტეგრაციის სურვილის გაჩენის თვალსაზრისითაც და ქვეყნის ეკონომიკური მოძლიერების თვალსაზრისითაც, ასევე მნიშვნელოვანია რომ მოხდეს მე ძალიან ხარს ვუჭერ დიდი აეროპორტების იდეას და გაფართოებას, იმიტომ რომ თბილისის აეროპორტიც ვეღარ უძლებს იმ მასშტაბს, ანუ ბევრად უფრო მეტ მასშტაბზე უნდა გავიდეს თბილისის აეროპორტი, ისევე როგორც ქუთაისის აეროპორტიც, ან სხვაგან აშენდეს დიდი აეროპორტი. საქართველოს ჭირდება ერთი მნიშვნელოვანი რეგიონალური ჰაბის ფუნქციის მატარებელი აეროპორტი, ამავე დროს რკინიგზის თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს სერიოზული ჩავარდნები, იმიტომ რომ საქართველოში ჩქაროსნული რკინიგზის კლასიკური შესაძლებლობა აი ასეთი ტვირთების სწრაფად გატარების არა გვაქვს, არა ტვირთების ტურისტული თვალსაზრისითაც ახლა თბილისი ბათუმში ჩასვლას რა ჭირდება,
ხა ეს სამარცხვინოა რა 21 საუკუნეში და ჩვენ ეს სამარცხვინოა მიუხედავთ იმისა რომ ყავს მატარებელი რომელსაც შეუძლია სწრაფად მოახერხოს გზავრების გადაადგილება, მაგრამ ლიანდაგებია შეუსაბამო და ანუ ეს სტრატეგიული მიმართულებაა და აი ბევრი ამბობს ხოლმე რომ ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა მოხდეს ამის გადახდა. არსებობს მნიშვნელოვანი სოფლიო ინსტიტუციები, მათ შორის განსაკუთრებით ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ დაფუძნებული, რომლებსაც აქვთ IAF და შეღავათიანი მრავალწლიანი კრედიტები, რომელიც კიდევ უფრო მარტივად არის შესაძლებელი რომ მიიღო, თუ კი პარტნიორულ ურთიერთობაში ხარ მათთან. ანუ ხელი შეგეწყოს, ანუ ქვეყანაში ბოლო 14 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა არც ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი. სტრატეგიული ხო რაც გულისხმობს, რომ დროთა გასვლის შემდეგ, თაობის გასვლის შემდეგ, რაღაცა როგორც ბაქო-თბილისი ჯეიჰანი დარჩა. ჩვენი თაობისთვისაც უნიშნელოვანის პროექტად, ფუნქციის მიმცემად. აი ესეთი სტრატეგიული პროექტი საქართველოში დიდი ხანია არ მოგაკეთებულა. საკმაოდ აი სტრატეგიულ ნაწილთან დაკავშირებით რა. ჩვენ თუ გადავხედავთ ახლა იმ ქვეყნების გამოცდილებას, რომელთაც ბოლო 10 წლებში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ტრანსფორმაცია განიცადეს, იქნება ეს სინგაპური, ირლანდია თუ ესტონეთი. ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი არის ის, რომ მათი წარმატება იფუძნება არა მოკლევადიან ეკონომიკურ ეფექტებს, არამედ 10 წლებზე გათვლილ, თანმიმდევრულ და ინსტიტუციურად გამყარებულ სტრატეგიას. და ასეთ ქვეყნებში ეკონომიკური პოლიტიკა არ იცვლება პოლიტიკური ციკლების მიხედვით. და აი შენი ხედვით რა არის ის მთავარი ელემენტი, რაც დღეს აკლია საქართველოს აი ამ გრძელვადიანი ეკონომიკური ხედვის თვალსაზრისით? მე ცოტა შორიდან დავიწყებ ამ კითხვაზე პასუხს. მე მგონია რომ ხელისუფლება რომ შეიცვალოს და მოვიდეს დემოკრატიული ძალები. ყველაზე საინტერესო პროექტი მე რასაც გავაკეთებდი და რითაც ვეცდებოდი სოფლიოში ოპერირებას არის არა მხოლოდ საქართველოს საკითხით მნიშვნელოვანი მოთამაშეების დაინტერესებას, არამედ ვეცდებოდი სამხრეთ კავკასიით როგორც ერთიანი სავაჭრო ეკონომიკური ზონით და ერთიანი აი ამ ახალი შესაძლებლობით მსოფლიოს წინაშე წარდგენას. ახლა 2012 წლებში, როდესაც იყო ესეთი ხელისუფლება, რომელიც ცდილობდა და ახერხებდა ინტერესის გაჩენას მსოფლიო მოთამაშეებში საქართველოს დამემართებაში. მაშინ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის იყო ძალიან დაძაბული ვითარება და 2014-ში მე უკვე ისევ ხელახალი კონფლიქტიც იყო. მაგრამ დღეს, როდესაც ვხედავთ სამშვიდობო შეთანხმებას და სამხრეთ კავკასიაში ხა საქართველოს მიღმა ფაქტობრივად კონფლიქტი აღარ არსებობს, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებია მხოლოდ და ხა ჩრდილოელი დამპყრობელი არ გვასვენებს თორე. დანარჩენი სამხრეთ კავკასიური სამი სახელმწიფოდან, რომელსაც ჯამში ბევრად უფრო მეტი ეკონომიკური შესაძლებლობა აქვს, შეუძლია როგორც ტვირთების გადაზიდვის, ისე მუშახელის, ისე სხვადასხვა სახის ახალი ინტერესების გაჩენა, რომელიც ცალ-ცალკე ყველას გაუჭირდება, როგორც სომხეთს, ისე აზერბაიჯანს, ისე საქართველოს. ანუ მე ვხედავ, რომ დროთა განმავლობაში შესაძლებელი იქნება ტრიოს სახით ოპერირებაც. ეს არ ნიშნავს, რომ შენ საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე არ იფიქრო, მაგრამ ამ სამეულს ერთად უფრო მეტი შანსი გვაქვს, რომ ძალიან სწრაფად დავდგეთ სამივე ფეხზე. და ამას აუცილებლად გამოვიყენებდი და მე მგონია, რომ ეს უკვე შესაძლებელი გახდა და ის სიგნალები, რომელიც მოდის როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტისგან, ისე სომხეთის პრემიერ-მინისტრისგან, ორივე სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს იყოს წარმატებული სახელმწიფო, იმიტომ რომ მათ კარგად ესმით, რომ შავ ზღვაზე გასასვლელის გარეშე და ევროპაში საქართველოს ინტეგრაციის გარეშე შეუძლებელია სამხრეთ კავკასიამ არსებითი გარღვევა მოახდინოს. ამიტომ მე ვეცდებოდი, რომ აი ამ ტრიოს სახით მე ოპერირა მათ შორის სხვადასხვა საერთაშორისო ინვესტიციებზე და სხვადასხვა სტრატეგიული პროექტის განხორციელებაზე. რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან რა არ კეთდება და რა უნდა კეთდებოდეს, ეს არის პირველი, ეს არის პოლიტიკური ნება, რომ ქვეყანაში იყოს სამართლიანი სასამართლო, პროკურატურა, არ იყოს პოლიტიკური დევნა. შეიძლება ბევრს ეგონოს, რომ ახლა რა შეაინტერესებს ეს უცხოელ ინვესტორს, აინტერესებს, იმიტომ რომ მისი ფულის დაბანდება უნდა სტაბილურ სივრცეში, სადაც იცის, რომ ხელისუფლება არჩევნებით იცვლება, სადაც იცის, რომ სამართლიანი სასამართლოა, ან არბიტრაჟის, საერთაშორისო არბიტრაჟის ჩართვა შეუძლია ამ საქმეში. და ამავე დროს ინსტიტუციური გაძლიერება, საგადასახადო შეღავათების წარმოება და რაც მთავარია, ქვეყნის ლიდერი უნდა ცდილობდეს, პრემიერ-მინისტრი დღევანდელი კონსტიტუციით, პრემიერ-მინისტრი აქტიურად უნდა ცდილობდეს
და მართლა კარდაკარ უნდა დადიოდეს, რომ ქვეყანაში ინვესტიცია შემოიტანოს. მე არ მგონია, რომ დღევანდელი ხელისუფლება ამით იყოს დაკავებული, რომ მაქსიმალურად მეტი ინვესტიციის მოზიდვა იყოს მათი მიზანი, იმიტომ რომ მეტი ინვესტიცია ამავე დროს გარკვეულწილად ქმნის მეტ ინტერესსაც, ხო? მეტ ინტერესი გულისხმობს, რომ მათ შორის ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული თვითნებობების და ზღვარგადასული ნაბიჯების დროსაც შეიძლება უკვე იმ ინვესტორის უკან მდგარ სახელმწიფოსაც ჰქონდეს კონკრეტული მოსაზრებები, რომ რა ხდება აქ, რა გაუგებრობებია, რა მიდგომებია. ამიტომ ზოგადად ავტორიტარული მიდგომების ხელისუფლებებს უფრო ისეთი ინვესტორი ჭირდებათ, რომელიც არაფერს არ ეძებს გარდა იმისა, რომ სწრაფად დააბანდოს ფული, არ იყოს სტრატეგიული პროექტი, იყოს რაღაცა. აი დავაკვირდეთ, ხო, ახლა ბოლო წლების განმავლობაში არის მშენებლობის ბუმი. სადაც ინვესტორი აშენებს აპარტამენტს ან რაღაც მცირე ზომის ქალაქს, ყიდის და ფაქტობრივად გადის თამაშიდან მერე. ანუ მესმის, რომ რაღაც ტურისტულ ატრაქციასაც ქმნის, რომელსაც მოყავს ტურისტიც, ამის რეალიზაციით გადასახადი ისევ შემოდის სახელმწიფო ბიუჯეტში, მაგრამ ეს არ არის ის მოდელი, რომელიც საქართველოს ჭირდება. ჩვენ გვჭირდება გეგმაზომიერი განვითარება, არის სისტემები, რომლებსაც ჭირდება მართლა ესეთი მიდგომა და არ შეიძლება სწრაფად ცვალებადობა. ესეთი არის მაგალითად ჯანდაცვის სისტემა. და ზოგადად ეს მერე ქმნის აი ამ ეკონომიკურ გარს, რომელიც საქართველოს ჭირდება, იმიტომ რომ ბევრჯერ მithქვამს, ახლაც გავიმეორებ, რომ თუ საქართველოში არ იქნა ბევრი პორტი, ბევრი აეროპორტი, ბევრი მილსადენი, ბევრი ეკონომიკური ინტერესი, ეს იქნება რა პირველ რიგში რა თქმა უნდა ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების, თუ სწორი მიდგომა იქნება ჩინეთის, რაც უფრო მეტი სახელმწიფოს ინტერესია აქ და ეს ინტერესები არ უნდა იყოს შავი და ბინძური ფულის გათეთრება და არ უნდა ქმნიდეს რაღაც დასავლური ცივილიზაციასთან დაპირისპირების საფუძველი. ეს ჩემი შეფასებითაც ლევან პირველი არის ის, რომ ნებისმიერი ეკონომიკური განვითარება წინ არ უნდა უსწრებდეს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეს-ერთი და იმ მნიშვნელოვან ფუნდამენტურ საკითხებს, რომელიც არის საზოგადოების და ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი. ანუ ყველაფერი ეკონომიკაზე არ შეიძლება გაიცვალოს, მაგრამ ის რისი გაცვლაც და ვაჭრობაც შეიძლება ნებისმიერ ქვეყანასთან, ხო? აქ ბუნებრივია რომ პირიქით უნდა დაასტიმულიროს, მაგრამ ის სტრატეგიული პირობითად ეროვნული საკითხები, რომელიც თუ აზიანებს გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანას, ამის გადადგმა რაღაც მოკლევადიანი მოგების თვალსაზრისით არის უდიდესი დანაშაული ქვეყნის და საზოგადოების წინაშე. და ამავე დროს ჩვენ უნდა გვესმოდეს ესეთი საკითხიც, რომ ხშირად აი 2022 წლიდან შემოსულ რუსულ ფულთან დაკავშირებით ქმნიან ფსევდო დილემას, რომ აი ნუ ფული არა, რუსული ფულია შემოდის და აი სხვა მხრიდან ხო არ შემოდის, აბა რა ვქნათ, რა გავაკეთოთ ბიუჯეტს ესავსებს. ეს არის ტყუილი. ანუ ქვეყანა თუ რამე არის სასწრაფოდ გასაკეთებელი, არის ისევ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ქართული ეკონომიკის ისევ მაქსიმალური დივერსიფიცირება და რუსეთზე ამ ჭიპლარით მიბმის პრობლემის მოხსნა, რომელიც მოხსნილი ქონდა ამ ქვეყანას. იმიტომ რომ ეს არის ყველაზე სახიფათო მოთამაშე, რომელსაც შეიძლება საკუთარი ეკონომიკა მიაბოს. და ჩვენ ეკონომიკა მრავალი მიმართულებით მივავით. ეს არის ენერგეტიკული მიმართულება, სადაც საქართველოს ძალიან სერიოზული გამოწვევები აქვს. იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ ენერგოდამოუკიდებელი სახელმწიფო და აქაც მნიშვნელოვანი დავები არსებობს ჰესებთან დაკავშირებით. ახლა ჯერჯერობით საქართველოში არ დასმულა ეს საკითხი. ყოველ შემთხვევაში მე რაც ვიცი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით. მაგრამ ან ფაქტია რომ ქვეყანას აქ ენერგო პრობლემა და ეს ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან ცუდი ამბავია. ერთი ტურისტული თვალსაზრისით, ნუ არ ვიცი, მე მგონი საბჭოთა მე ვინცაც ველაპარაკები, მე მგონი საბჭოთა კავშირის დროს არ იყო ამდენი რუსი საქართველოში, ახლა რაც ხდება. წალეკილი აქვთ და ეს არ არის სწორი. ეს შესაძლებელია კიდე გაიგო ადამიანმა, როცა სახელმწიფო სისტემა მუშაობს, ფილტრავს, ოკუპაციის კანონებსაც დარღვეული აქვს, არ უშვებს, ასე შემდეგ. და არ აძლევს ბინადრობის უფლებებს ამ ინტენსივობით, რასაც აძლევენ და
მაქსიმალურად ცდილობს რომ მხოლოდ და მხოლოდ ის რამდენიმე დღე გაატაროს აქ დასასვენებლად და შემდეგ დააბრუნოს უკან ტურიზმს ლევან ტურიზმს გააჩნია არსებობს სახელმწიფოები რომელიც ფილტრავს ტურისტს ანუ გააჩნია რომელი ქვეყნიდან და ვინ შემოდის ავღანეთიდან პაკისტანიდან და მსგავსი ქვეყნებიდან როდესაც შემოდიან ადამიანები ის ქვეყნის წმინდა მათემატიკურად ეკონომიკის თვალსაზრისით ვერ იქნება წარმატებული და მომგებიანი ხო აქ შენ გჭირდება ისეთი ტურისტი მაღალ შემოსავლიანი კი და პირველი რაც არის შემოსავალს რომ თავი გაანება უსაფრთხოების თვალსაზრისით ვის უშვებ ქვეყანაში ამას აქვს მნიშვნელობა ამავე დროს ეს გიგდებს აი ნახე გავაგრძელებ აი რუსეთს მიბმას რა მოაქვს რა ერთი არის ენერგოდამოუკიდებლობაზე უარის თქმა მეორე არის იდენტობის პრობლემას გიქმნის ანუ ქვეყანაში გიღვივებს მაინც რაღაც სეგმენტში პრორუსულ დამოკიდებულებებს პოზიტიურს რა ანუ ვიღაცა თუ თავისი იაფასიანი ბიზნესით აკეთებს ძალიან დიდ ფულს გოიმ რუს ტურისტს მე ძალიან რთულია იმას ელაპარაკო რომ აი მიუღებელია ეს აგეუბნება რომ არა ანუ შემოსავალს ეს ტოვებს ეს არის მეორე მესამე ეს არის თვითონ ეს ტურისტული სეგმენტის რუსებზე გადაწყობას რა პრობლემა მოაქვს ხარისხი გდებს იმიტომ რომ რუსი ტურისტი არ არის მომთხოვნი ტურისტი არ არის მაღალშემოსავლიანი ტურისტი როგორც წესი იმიტომ რომ მაღალშემოსავლიანი ვინც არის ის მაინც ახერხებს ევროპაში წასვლას ან სხვა უფრო განვითარებულ კურორტებზე წასვლას და როდესაც შემოგდის დაბალშემოსავლიანი ტურისტი იმდენი ყავს რომ აღარ ზრუნავ ხარისხზე რაოდენობაზე გადადიხარ ეს უკვე პრობლემას გიქმნის ევროპელ ტურისტთან, ამერიკელ ტურისტთან, არაბ ტურისტთან, რომელიც მაღალშემოსავლიანია, ხო, ვინც ჩამოდის. და ამავე დროს მეორე პრობლემა, ეს მიგრაციული პრობლემა რაც გაქვს, არის რომ რუსების მიგრაციის გარდა თან სახელმწიფოებს უკვე გააჩნიათ ახლა ავღანეთთან რატო უნდა გქონდეს ეს სავიზო რეჟიმი, მე მართლა არ მესმის რა. აბსოლუტურად გაუგებარია და ანუ ჩვენი სახელმწიფოს რომელსაც ძალიან სერიოზული გამოწვევები აქვს მათ შორის დემოგრაფიულ საკითხთან დაკავშირებით სადაც უკონტროლო მიგრაციის ტალღა არის როგორც მიგრაციის ისე ემიგრაციის ანუ საქართველოს ყოველთვის იყო სახელმწიფო რომელიც გვერდში ედგა არა მხოლოდ მეზობელ არამედ ისეთ სახელმწიფოებს და იჩენდა მეგობრულ ურთიერთობას ხო მაგრამ დღეს როდესაც აი შენახსენე ეს დემოგრაფიული საკითხი არის ხო და შეიძლება პოტენციური საფრთხე იყოს ეს უნდა დააზღვიო. ანუ არ შეიძლება ესე მიუშვა, იმიტომ რომ სათამაშო ადამიანების სიცოცხლე და ქართული საზოგადოების სიცოცხლე სათამაშო ნამდვილად არ არის და ზოგადად აი ამ თვალსაზრისით მე მესმის სხვათა შორის არ შეიძლება აი ბევრჯერ მიკამათია ჩემ მეგობრებთან რომლებიც უფრო ბევრად უფრო ლიბერალური მიდგომების არიან მათ შორის მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით და ეს კონსტიტუციური ჩანაწერიც არ მოსწონთ სასოფლო-სამეურნეო მიწის საქართველოს მხოლოდ როდესაც საქართველოს მოქალაქეს აქვს ამის შესყიდვის უფლება ბევრი არის ამ წინააღმდეგი მაგრამ განა მე არ მესმის მათი ახსნა განმარტებები უბრალოდ როდესაც ხარ ისეთი რისკის წინაშე, როდესაც გაქვს განცდა რომ შენ სახელმწიფო შენზე არ მუშაობს, შენი მოქალაქე არ არის ნომერ პირველი. აი საქართველოში ხო ეს პრობლემა გვაქვს რა. უცხოელიც კარგია, რუსი ცუდია ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ საფრთხის შემცველი არის, იმიტომ რომ ის უკან სახელმწიფო რუსული სახელმწიფო დგას და უმეტესობა არის ჰიბრიდული იარაღი, მათ შორის ამ ტურისტების დიდი ნაწილიც, მაგრამ ამ ადამიანებზე აი ჩვენთან უსამართლობას რაც იწვევს არის რომ გძნობ რომ სახელმწიფო თუ შენ არ ხარ პირველ ხარისხოვანი რა მეორე ხარისხოვანი ტიპი ხარ და ანუ როდესაც ქვეყანაში ისედაც პოლიტიკური დაძაბულობა გაქვს სეგრეგაცია იყოფა ოპოზიციონერად თუ ხელისუფლების მომხრედ თუ ასე შემდეგ ამას დამატებული ესეთი პრობლემები როგორც არის ემიგრაციული ტალღა აი ბევრს უთქვამს რომ აი მაგალითად ეს ტურისტები რომლებიც უმეტესად ინდოეთიდან პაკისტანიდან ავღანეთიდან არიან სიამოვნებელია შემდგომ ტურისტები არ არიან აქ ბინადრობის უფლებით სარგებლობენ ამ ხალხს მიაქვს როგორც წესი სტუდენტური დასაქმების და დაბალშემოსავლიანი სამსახურები როგორც არის მაგალითად კურიერი ასე შემდეგ მაგრამ და ხსნიან რომ აი უცხოეთშიც ასეაო კაცო ხა დასავლურ სახელმწიფოებშიც ასეა შეიძლება დასავლურ სახელმწიფოებში მართლა ასე იყოს უბრალოდ იქ ეს სამსახურები არ ჭირდებათ ოჯახების არჩენად როგორც საქართველოში ანუ ქართულს როცა ართმევ კურიერის სამსახურს
ამ დროს შენ მის ოჯახს უქმნის სისტემურ საფრთხეს, რომ ლუკმაპურის გარეშე დარჩეს. და დასავლურ სახელმწიფოში ეს არის მართლა სტუდენტური სამუშაო, სადაც კონკურენციაში შედიხარ და სხვა ამბავია. ანუ ჩვენთან სისტემური საფრთხე იქმნება. ფაქტობრივად მე არ ვიცნობ ოჯახს, რომლის ერთი წევრიც არ არის უცხოეთში წასული. ეს არის კატასტროფა. და თან როგორც წესი მიდის ყველაზე აქტიური მცოდნე ნაწილი, რომელიც საქართველოში უნდა ქმნიდეს ეკონომიკურ დოვლათს, კადრების გადინება ეს არის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. აი ლევან, მოდი ამ თემაზე ვისაუბროთ. წინა საუკუნეებში თუ ქვეყნების კონკურენტუნარიანობას განსაზღვრავდა ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, იაფი სამუშაო ძალა ან ბუნებრივი რესურსები, დღეს ქვეყნის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ხარისხიან განათლებას იღებს მისი მოქალაქე და რამდენად პასუხობს ეს განათლება შრომის ბაზრის რეალურ მოთხოვნებს. როგორ უნდა ითანამშრომლოს შენი აზრით სახელმწიფომ, კერძო სექტორმა და განათლების სისტემამ იმისთვის, რომ შეიქმნას ეს კვალიფიციური სამუშაო ძალა და ამან გააძლიეროს არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკა, არამედ ქვეყნის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობაც გაზარდოს. ყოველ შემთხვევაში არ უნდა ითანამშრომლოს, როგორც ახლა აკეთებენ ამ ეგრეთ წოდებულ განათლების რეფორმას. მე მიმაჩნია, რომ მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს პირველი სახელმწიფო უნივერსიტეტებში არსებითი განახლება კურსების და სწავლების მეთოდების. ამავე დროს კერძო უნივერსიტეტებისთვის მაქსიმალური სტანდარტიზაციის დაწესება, რომ მინიმალურ სტანდარტს მიღმა იყოს რაღაც სწავლება. ანუ კი არ უნდა ჩაერიო და კი არ უნდა განუსაზღვრო რა ამ სახელმძღვანელოთიანი ის, მაგრამ უნდა აკონტროლო რა იმის პროგრამა მათ შორის რამდენად თანამედროვეა პასუხობს თუ არა. შესაბამის კომისია უნდა კონდეს, რომელიც ამ აკრედიტაციის გავლის დროს, რომელიც არსებობს ხო აკრედიტაციას როცა გადიან, სწავლობენ იქ როგორ აი ამ აკრედიტაციის დროს სტანდარტი უნდა გაიზარდოს ეხლა რაც არის იმასთან შედარებით და ამავე დროს მე აი აქ რაც ეს სწრაფი სისხლის გადასხმა რაც შეიძლება სახელმწიფომ უნდა იმუშაოს მაქსიმალურად ბევრი, რომ უცხოური ბევრი უნივერსიტეტი შემოიყვანოს საქართველოში, გაახსნევინოს ფილიალი. არ არის აუცილებელი მხოლოდ და მხოლოდ თუ საუნივერსიტეტო განათლების შემოსვა, პროფესიული განათლების შემოტანა და ამავე დროს სახელმწიფოს რაც შეუძლია არის ის, რომ განათლების სისტემის რეფორმიდან გამომდინარე პირველი წლები დაფინანსება ისეთ მნიშვნელოვან პროფესიებზე, როგორც არის დღეს IT სფერო, როგორც არის ტექნოლოგიური სფერო ზოგადად, როგორც არის ინფრასტრუქტურული სფერო, სხვათა შორის ამ თვალსაზრისით ჩვენ სერიოზული გამოწვევები გვაქვს ინჟინრების, არქიტექტორების, ასე შემდეგ. ანუ სახელმწიფომ კი არ უნდა განსაზღვროს და კვოტა კი არ უნდა დააწესოს, რომ ამ წელს მე 200 ინჟინერი მჭირდება. უბრალოდ უნდა დაფინანსების თვალსაზრისით, როგორც ქართულ ისე უცხოურ უნივერსიტეტების ფილიალებში, რომელიც საქართველოს შემო, იქ უნდა კონდეს მაქსიმალურად მეტი დაფინანსება ქართულ სტუდენტს. აი თუ კი რაიმე კეთილშობილური საქმე არსებობს, და აქაც ახლა ბევრი ამბობს, რომ აქ შეიძლება გასცე გრანტი და 4 წლის განმავლობაში არის სწავლოს იმ ხარისხით სტუდენტმა როგორც უნდა სწავლობდეს. აქაც კონტროლის მექანიზმები არსებობს და ეს მოდელები ლიტვაში და ლატვიაშიც მინახავს, ყოველ შემთხვევაში წამიკითხავს ლიტვაში და ლატვიაში, რომ პირველი წლის განმავლობაში ნიშნების მიხედვით, ანუ სხვანაირ დაფინანსების მოდელზეც გადაიყვანა, მათ შორის სტუდენტური სწავლება. არსებობს მეთოდოლოგია, როდესაც $1 თუ დაახარჯავ განათლებაში 15 და 20 წლის შემდეგ რაღაც ცვლილებებიდან გამომდინარე, ანუ საშუალოდ შეიძლება დაითვალო რა ეკონომიკურ ეფექტს მიიღებს ქვეყანა. და როდესაც ქვეყნის განათლების დონე იზრდება, მცირდება კრიმინალი, მცირდება დაავადებები ქვეყანაში, მცირდება რაღაც ისეთი დანაშაულები, რომელიც განათლებულ საზოგადოებას არ ახასიათებს. და ამ თვალსაზრისით შემდეგ ბევრად კომფორტულია ასეთ გარემოში ცხოვრება და მიდუმეტეს, როდესაც არსებობს უკვე ამ შემთხვევაში მაღალშემოსავლიანი ადამიანები არსებობენ ქვეყანაში, სამსახურებიც და ეკონომიკური განვითარებაც მარტივად მიმდინარეობს ქვეყანაში. მე აღარ არის ესეთი ემიგრაციული ნაკადები და თუ ეკონომიკა მოწესრიგებული არის, ძალიან ბევრი რიგითი პრობლემა უკან პლანზე გადადის. და ეკონომიკის ზრდადობა შეიძლება სხვადასხვანაირად აღიქვა რა. ანუ ეკონომიკის ზრდას მე ვუყურებ მაინც გრძელვადიან პერსპექტივაში. შეიძლება დღეს შენ კონდეს 7-8%-იანი ეკონომიკური ზრდა, მაგრამ სტრატეგიულ პროექტებში განათლებაში აბანდებდე ფულს და 10 წელიწადში კონდეს უკვე ბუმი
შეიძლება კონდეს 11%-იანი ზრდა, სწრაფად ხარჯავდეს სახელმწიფო ბიუჯეტს, ინფრასტრუქტურაში ასხამდა უფრო მეტ ფულს, რომელიც არის სტრატეგიული. ჯინის კოეფიციენტს, ანუ თუ არის 7%-იანი ეკონომიკური და როგორ ნაწილდება ეს? რა თქმა უნდა. თუ საზოგადოების რაღაც გარკვეულ ჯგუფზე მოდის მთელი ეს ეკონომიკა. ჩვენ ხო ვიცით, სახელმწიფოზე მე აღნიშნე, რომ სამწუხაროდ დღემდე სახელმწიფო არ მთავარი დამკვეთი ქართული ეკონომიკის მთავარი შემსყიდველია. სერვისების, ასე შემდეგ. სახელმწიფო ტენდერებთან მიმართებაში ის რაც ხდება დღეს და ის კორუფციული სქემები, რომლებზეც რა ვიცი უკვე სასამართლო განაჩენები არსებობს, ხო? მათ შორის ამავე ხელისუფლების დროს გამოტანილი, რომელიც გულისხმობს, რომ მაგალითად ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, სუსის ყოფილი უფროსი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ეს ხო უკვე პოლიტიკური მიკერძოებაში რო არ ჩამეთვალოს, მათივე ხელისუფლების მიერ ნათქვამი, რაც არის კორუფციაში ჩაფლული ხალხი არის, ასეთ ქვეყანაში რამდენად უნდა წარმოიდგინა, რომ ეკონომიკური ბუმი იქნება, მე არ ვიცი. ანუ ეს არის მინიმალური სტანდარტი, რომ როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებით, აი ერთ-ერთი მთავარი ტესტია ხა. მე ამ პროფესიით ეკონომისტი არ ვარ, მაგრამ ხა ჩემი მეგობრები, რომლებიც ამ დარგში უფრო გარკვეულები არიან, ერთ-ერთი მთავარი, რასაც უყურებენ, არის რომ სახელმწიფო შესყიდვებში რამდენად არის გამჭვირვალობა, მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა. თუ ამ სამ კრიტერიუმს საკმაყოფილებს სახელმწიფო მაშინ იმ ქვეყანაში არსებობს რეალური შესაძლებლობა ეკონომიკური საქმიანობის წარმოების. ჩვენთან გამჭვირვალობა ეს არ ნიშნავს, რომ ხო გვერდზე მოძიება შეგიძლია ხა დამოუკიდებლობის და თავისუფლების თვალსაზრისით კიდე. ხო ყველა მიცის როგორ ერგება საქართველოში ტენდერი შემსყიდველს და მყიდველს. აი და როდესაც ასეთ ვითარებაში არის ქვეყანა აღმოჩენილი ეს ფულიც, რომელიც აკუმულირდება ხო სახელმწიფო ბიუჯეტში, ანუ სახელმწიფო ხო მიდის თითოეული ჩვენგანი საქართველოს მოქალაქეები, ვინც ნორმალურად ვაზროვნებთ, მივდივართ სვარპოზე, რომ ქვეყანაში არის ეს რუსული ეკონომიკური ექსპანსია და ერთადერთი სარგებელი რაც შეიძლება გქონდეს, რომ ბიუჯეტში შემოგივიდეს ბევრი ფული და ამ ფულით ინვესტიცია ჩაიდოს ჯარში, ჯანდაცვაში, განათლების სფეროში, არ ვიცი. მე არ მგონია რომ ეს სფეროები ახლა განიცდიდნენ ზრდას პირიქით. ხა აქ უკვე შეიძლება სუბიექტური ვიყო, მაგრამ ახლა ციფრებიც არსებობს, ხო, რეგრესია რიგი მიმართულებით წლების განმავლობაში. და ეკონომიკის მთავარი, აი ჩვენ კიდე ეს უნდა გვესმოდეს დამატებითი мотиваცია, რაც ყველას უნდა გქონდეს. დღეს განსაკუთრებით დიდი პრობლემა არის დასაქმება, განსაკუთრებით ახალგაზრდების ნაწილში დასაქმება. იმიტომ რომ ხა ზუსტად პროცენტები არ მახსოვს, მაგრამ საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი იყო 30 წლამდე დასაქმებულთა რიცხოვნობა ქვეყანაში. ხა ეს არ მაქვს საუბარი დათვლის მეთოდოლოგიაზე. უბრალოდ წმინდა ნომინალური ციფრებში მაქვს საუბარი. აი შენ რას ურჩევდი ზოგადად ახალგაზრდებს ამ თვალსაზრისით? როგორ უნდა განვითარდნენ, რას უნდა მიაქციონ ყურადღება და რას ისურვებდიან, რას შეცვლიდი ამ ნაწილში, რომ ახალგაზრდების დასაქმების ნაწილი ქვეყანაში გაიზარდოს. მოდი მეორე ნაწილით დავიწყებ ჯერ. მე მგონია, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა და შესაძლებლობა რომ მქონდეს რაღაცა არსებითი გადაწყვეტილების მიღების იქნებოდა, რომ კერძო კომპანიებს დაუწესებდი საშეღავათო შეღავათებს გადასახადებზე, ვინც კონკრეტული კვოტით, ანუ 30 წელს ქვემოთ ჩვენს მოქალაქეებს დაასაქმებდა და მისცემდა მუშაობის შესაძლებლობას. არსებობს ეს მოდელები, რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში წარმატებით იყო ინტეგრირებული, როდესაც კერძო კომპანია იღებს საშეღავათო მიდგომას სახელმწიფოსგან იმის სანაცვლოდ, რომ სტუდენტი იყოს დასაქმებული. ანუ ამით იმ გამონთავისუფლებულ თანხას ის ახმარს დამატებით მუშახელის აყვანას და ფაქტობრივად არ მიდის წაგებაში და პირიქით დამატებით კვალიფიციური კადრიც ემატება მას ან მოტივირებული კადრი, რომელიც იღებს კვალიფიციურ ცოდნას. ეს არის ერთი, რასაც აუცილებლად გავაკეთებდი. რაც შეეხება თვითონ ჩვენ თანამოქალაქეებს, ძალიან რთული იქნება, ხა მე რაიმე რჩევა მივცე ამ თვალსაზრისით, მაგრამ მთავარი რაც არის, რაც რჩევას არა, უბრალოდ ჩემს მოსაზრებასაც გაუზიარებდი, არის ის, რომ მაინც მეტი ინვესტიცია განათლებაში, განსაკუთრებით კარგი არის. მე უკვე ამას მივყვები, რომ თუ არ არის კონკრეტული პროფესია, კონკრეტული პროფესიები არის იურიდიული სფერო, არის
საექიმო საქმე, ეს არის ანუ არსებობს დღეს არის რიგი პროფესიები, სადაც შეიძლება უფრო მაღალი შემოსავალი იყოს ტექნიკური პროფესიები, ვიდრე ნახეთ სამეცნიერო მინდა არსებობს კონკრეტული პროფესიები, რომლებიც უფრო ჩაკეტილია, მაგალითად, როდესაც ხდები ექიმი, როდესაც ხდები სამხედრო მოსამსახურე, როდესაც იურისტიც არ არის, მაგრამ ნუ რამდენიმე აგრონომი ასე შემდეგ, რომელიც ჩაკეტილი პროფესიებია, მაგრამ არის აი სოციალური მეცნიერებები, არის კიდე რამდენიმე მიმართულება, სადაც უფრო თავისუფლება გაქვს, ხო? მე დღევანდელ სამყაროში ასაც უყურებ, არის ის, რომ ერთი პროფესია, ანუ ერთი სახის პროფესიული ცოდნა აღარ არის საკმარისი. იმ პროფესიებს არ ვეხები, ხა, როდესაც ექიმი ხარ, იმ საქმეში უნდა განაგრძო განვითარება, მაგრამ აი მე რასაც ექსპერიმენტული თვალსაზრისით ახლა საკუთარ თავზე რაზეც მუშაობ, არის რომ ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობა, პროგრამირება, ასე შემდეგ, რამდენადაც ახლა შეიძლება შეუსაბამო იყოს შენ პროფესიასთან, მნიშვნელოვანია რომ დამატებითი რაღაც ცოდნები მიიღო, იმიტომ რომ დღევანდელ კაპიტალისტურ ბაზარზე კიდევ უფრო გაიზრდება მოთხოვნა იმ ადამიანებზე, რომლებსაც შეიძლება ერთი მიმართულებით დიდი ცოდნა აქვს, მაგრამ ამავე დროს სხვადასხვა მიმართულებით კიდევ აქვს დამატებითი ცოდნა. აქვს ერთი უპირატესობა, ლევან, როდესაც ჩვენ გვყავს ახალგაზრდა და ტექნოლოგიურად მზათაობა. ეს არის დიდი რესურსი, რომელიც აუცილებლად კარგ შედეგებს მოიტანს მომავალში. დიდი მადლობა, მე მინდა უკვე დასასრულისკენ წავიდე. მინდა შენ პერსონალურად წარმატება გისურვო შენ და შენს პიროვნულ და კარიერულ განვითარებას. დიდი მადლობა ამ საინტერესო საუბრისთვის. იმედია, რომ მე ვფიქრობ, რომ საინტერესო აქცენტები დავსვით, იმედია მაყურებლისთვისაც საინტერესო იქნება და წარმატებას გისურვებ. ასევე და წარმატებას გისურვებ შენს ნამდვილად. მეგობრებო, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. თქვენ კი გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, ეს დაგვეხმარება ჩვენ იმისთვის, რომ უფრო დიდ აუდიტორიას მიუწვდეთ. აბა დროებით.